280 ბავშვიდან დღეს გორის მე-12 ბაგაბაღში მხოლოდ ერთი აღსაზრდელი გამოცხადდა. სამსახურშია ბაღის ყველა თანამშრომელი. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ვირუსს გადაურჩა. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლების ნაწილს ბავშვები პრევენციის მიზნით, ნაწილს კი ავადმყოფობის გამო არ დაჰყავთ ბაღში. ქეთევან დავითაშვილის თქმით, როდესაც მან იკითხა თუ რატომ არ გახანგრძლივდა გორში, არ დადეგები ასეთი პასუხი მიიღო. ვიკითხეთ, რატომ არ ვისვენებთ თქვათ ჩვენს პრევენციის მიზნით, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ჩვენმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ იყოს თავისუფალი დასწრება და ვისაც არ ეშინია ამ ვირუსის, მოიყვანოს და ჩვენ ადგილზე ვართ. მომსახურებას უწევთ, ერთი იქნება თუ 240. პირველ დღეს ვყავდა 52 ბავშვი, გუშინ 22 ვიყავით, დღეს სულ 4 ბავშვი იყო, ისიც 3 წავიდა და 1 დაგვრჩა. თანამშრომლები ადგილზე ვართ, ის ვინც ჯანმრთელად არიან და დანარჩენები, ვისაც სიცხე აქვს, რა თქმა უნდა, არ გამოცხადებულა და თავის დაზღვევის მიზნით. ვერ გეტყვით, ნახევარზე მეტი ვიცი, რომ შიშის გამო არ მოყავს, მაგრამ არის შემთხვევები, რომ სიცხე აქვს ბავშვებს, პირღებენება აქვს და ვირუსი ვის დაუფიქსირდება და რამე არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი ბავშვი ყავს ბაღში. რაც შეეხება გორის სხვა ბაგაბაღებს, ნაწილი დაკეტილი დაგხვდა, ნაწილში კი დილიდან 2 ან 5 ბავშვი იმყოფებოდა. დღესდღეობით ჩვენი მონაცემებით 5 ბავშვი ყავს ბაღში, აღსაზრდელი. თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ყველანი ადგილზე ვართ და მუშაობთ, იმიტომ რომ არიან მშობლები, ვისაც არ ყავთ დამტოვებელი და ჩვენთან ბაღში, რა თქმა უნდა, ყველა ადგილზე ვართ, რომ შეღავათი გაუკეთოთ და ჩვენ ბაღი არ იხურება, თავისუფალია დასწრება, ჯანმრთელ ბავშვებს ველოდებით ბაღში. მაგრამ იცით რა არის, ბევრი არის შემთხვევა, რომ ნამდვილად ავად არის, მაგრამ ბევრი იკავებს თავს, რომ არ დავირუსდეს, მაგრამ კი თან გვაფრთხილებენ იმასაც, რომ თავშეყრის ადგილებზე რაღაცა, მაგრამ აი ჩვენთან ამ ეტაპზე ბაღში არ ყავს ისეთი არავინ დაინფიცირებული. რატომ არ გახანგრძლივდა არ დადეგები გორის ბაგაბაღებში, მაშინ როცა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით ზამთრის არ დადეგები სკოლებში გახანგრძლივდა. ან ვინ იღებს პასუხისმგებლობას გორის საბავშვო ბაღებზე, ამ კითხვით გაერთიანების ხელმძღვანელს მივმართეთ. ლია კოვზიაშვილის განცხადებით გადაწყვეტილება არ შეცვლილა და ბაღები გორში მუშაობას აგრძელებენ. თუ იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული, რომ კარანტინი ან რაღაცა ეპიდემიის სახე ექნებოდა ამ ჩვენ ვირუსულ ინფექციას, ამ შემთხვევაში, რასაც გადაწყვეტდა ქვეყნის მასშტაბით რაც გადაწყვეტილება ექნებოდა, მივიღებდით რა თქმა უნდა იმას. მაგრამ ამჟამად ჩვენ თითქმის იგივეა გაკეთებული, გამოცხადებული გვაქვს თავისუფალი დასწრება, რაც ნიშნავს, რომ თუკი მშობელს არ უნდა ატაროს ბავშვი, არ ატარებს, არანაირი პრობლემა არ იქნება. განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლებში გახანგრძლივდა არ დადეგები. თქვენ რატომ არ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ გორშიც გახანგრძლივებულიყო? მაინც საშიშროება ხომ არსებობს, პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში ვინ იღებს? ეთით არის, ზოგადად გრიპი აიწვეთოვანი გზით გადადის. ისე რომ სახლშიც შეიძლება დაინფიცირდეს, თუ კი რაღაცა ასეთი ხდება. გაცრავად ესეთი შეიძლება მოხდეს, ხო, ხვეწვა, ჯარისერია ყველაზე კარგად იყვნენ და იგივე შეიძლება მოხდეს სახლში და ნებისმიერ ადგილზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერავის ვერ ვავალდებულებთ, არავის არ ვავალდებულებთ მოიყვანეთო, მაგრამ თუ კი სურვილი აქვს მშობელს რომ მოიყვანოს და თვითონ ჯანმრთელია თავისი შვილი და შეუძლია რომ ატაროს სახლში, ჩვენ უარს არ ვეუბნებით. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლებში ზამთრის არ დადეგები გახანგრძლივდა. ასევე მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ბაგაბაღებში მიუხედავად აღსაზრდელების სიმცირისა პროცესი არ შეჩერებულა გორის ბაღებში.